და მე-20 საუკუნეში ქართული ეკლესია რა თქმა უნდა ეს ავტოკეფალურად იქნა ცნობილი, მაგრამ არა მე-20 საუკუნიდან, არამედ მე-5 საუკუნიდან. ვახტანგ გორგასალმა იმ გადაწყვეტილებით, რომ კათოლიკოსის წოდება შემოიღო მცხეთის მთავარ ეპისკოპოსისთვის, უზრუნველყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალი. და ეს ყველა მთელი ერი, რომელიც მინდიზა შუშანის ეთაყვანება, ის გმობს ვარსკვლავს. და ამის შემდეგ პოლიტიკურად, ზნეობრივად, აბსოლუტურად დისკრედიტირებული და მიწასთან გასწორებული ვარსკვლავ პიტიახში ფიზიკურადაც გაანადგუროს და კლავს. საქართველოს თუ კი სულიერად გადარჩენილი იქნებოდა და ამოუკიდებლობას დაიბრუნებდა და უფრო გაძლიერდებოდა, მაგრამ ბარბაროსებს თუ გადმოუშვებდი, 1000 წლოვანად დაბნელდებოდა ქვეყანა და მერე ვინი მეფებდა, არავითარი აზრი აღარ ექნებოდა. ვახტანგ გორგასალმა გასწირა ტახტი და გადაარჩინა საქართველო. ჩვენ ვილაპარაკებთ ვახტანგ გორგასალზე. მოკლედ რეალობა რო ავიღოთ, მე-5 საუკუნის საქართველოსი ასეთი იყო. როგორც უცხოური წყაროებიდანაც ჩანს, დასავლეთ საქართველო მაშინ ცალკე სამეფოა, ცალკე სახელმწიფოა, სადაც მეფობენ ვინმე გუბაზი, წათე, შემდგომ დროინდელი მე-6 საუკუნის ცნობილი გუბაზის წინაპრები. ვახტანგ გორგასალის დაქვემდებარებაში გარდა დასავლეთ საქართველოსა სამწუხაროდ არ შემოდის არც ქვემო ქართლი. საიდან ჩანს? ჩანს ბოლნის სიონის წარწერიდან. მაშინდელი წესის მიხედვით, როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებზე, ისევე ძეგლზე, როცა მისი დათარიღება ხდებოდა იმ მონარქის მეფობის წლით, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფებოდა ტერიტორია, სადაც შეიქმნა ლიტერატურული ნაწარმოები ან აგებული იქნა ძეგლი, უნდა მომხდარიყო სწორედ მონარქის მეფობის თარიღის მითითებით. და ბოლნის სიონის ტაძრის წარწერიდან გებულობთ, რომ ბოლნის სიონის ტაძარი დათარიღებულია სპარსეთის შახის მეფობის წლებით და არა ვახტანგ გორგასალის. ესე იგი ბოლნისი შედის სპარსეთის იურისდიქციაში. ასევე ქვემო ქართლში შექმნილი ნაწარმოების ანტისპარსული, ანტიირანული, ანტიზოროასტრული ნაწარმოების შუშანიკის წამების ავტორი იაკობ ცურტაველი, იაკობ ხუცესი იძულებულია, რომ ნაწარმოები დაიწყოს ასეთი სიტყვებით: იყო მერვე საწელსა სპარსთა მეფისას. გარაცა მეფო წარემართა ვარსკენ პიტიახში ძეია შუშაისი. ის თხრობის დასაწყისში მიგვითითებს თარიღზე, როგორც წესი იყო და იქაც სპარსეთის მეფის პეროზის მეფობის მერვე წელი მოაქვს და საერთოდ არ არის ნაწარმოებში ნახსენები პერსონალურად ვახტანგ გორგასალი. ეს ორი დოკუმენტი ცხადლივ წარმოაჩენს, რომ სამწუხაროდ ვახტანგ გორგასალის იურისდიქციაში, მისი სახელმწიფოს იურისდიქციაში არ შემოდიოდა ქვემო ქართლიც კი. ასევე ჩანს, რომ დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი ცალკე იყო, ეგრის სამეფო იყო. ვახტანგ გორგასალს ექვემდებარებოდა მხოლოდ ისტორიული მესხეთის გარკვეული ნაწილი, იმიტომ რომ გარკვეულ ნაწილზე პრეტენზიას აცხადებდა ბიზანტი, რომის აღმოსავლეთ რომის იმპერია შემდგომში. ბიზანტია ტრანსფორმირებული, შიდა ქართლი და კახეთი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვახტანგ გორგასალი ითვლება ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეფედ. ვახტანგ გორგასალმა საქართველოს პოლიტიკურ დედაქალაქად გამოაცხადა თბილისი, შესაბამისად მცხეთა გადაიქცა საკათოლიკოსო დედაქალაქად. მაგრამ ვახტანგ გორგასალმა მისივე ცხოვრებიდან ჩანს ვერ მოასწრო თბილისში დედაქალაქის გადმოტანა და ის გარდაიცვალა სპარსელებთან მიღებული ჭრილობით უჯარმაში.
ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში აღწერილია, რომ თითქოს მან ყველა ომი მოიგო. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მან ყველაზე სერიოზულ ომში 493-494 წლებში ირანელებთან ძიმე მარცხი იწვნია, ხოლო ბოლოს სავარაუდოდ 502 წელს უკანასკნელ ბრძოლაში მიღებული ჭრილობების შედეგად სპარსელებთან ომში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მაგრამ აი ჩვენ უნდა განვიხილოთ თითოეული დეტალი. რა გააკეთა ვახტანგ გორგასალმა? რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს? საუკუნეების მანძილზე როგორ მოქმედებდა ეს ჩვენი ერის ბედიღბალზე და იქიდან წარმოჩინდება უკვე თუ ვინ იყო ეს გენიალური ადამიანი. დავიწყოთ კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებით. 451 წლიდან სოფლიო მასშტაბით მთავარ ეპისკოპოსთა ზოგიერთ თანამდებობას, მაგალითად რომის ეპისკოპოსის ტიტულს და თანამდებობას, კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსის სახელს, ანტიოქიის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის მთავარ ეპისკოპოსების ტიტულატურას ემატება ახალი სახელები და ტერმინები. რომისას და ალექსანდრიისას პაპი, ხოლო კონსტანტინოპოლისას, ანტიოქიისას და იერუსალიმისას პატრიარქი, რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც მამამთავარი. ასევე კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსი ხდება ოიკუმენოს პატრიარქოს. ანუ სოფლიო მნიშვნელობის პატრიარქი, ესე ტერმინი შემოდის. და სწორედ ამ დროს მცხეთის მთავარ ეპისკოპოსისთვის ჩნდება დიახაც ვახტანგ გორგასლის პირადი ინიციატივით, გადაწყვეტილებით ახალი წოდება კათოლიკოს პატრიარქი. უკაცრავად კათოლიკოს მთავარ ეპისკოპოსი. ტერმინი პატრიარქი, მამამთავარი, უფრო გვიან მე-11 საუკუნიდან გვხვდება საქართველოში. მაგრამ ტერმინი კათოლიკოს მთავარ ეპისკოპოსი უკვე ვახტანგ გორგასლის დროიდან ჩანს და დასტურდება. რას ნიშნავს კათოლიკოსი? კათოლიკოსი ნიშნავს სოფლიოს საყოველთაოს. აი ეს ხუთი ჩამოთვლილი პატრიარქი, რომელსაც ჩვენ სოფლიო პატრიარქებს უწოდებთ, რომის პაპი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ალექსანდრიის პაპი, ანტიოქიის და იერუსალიმის პატრიარქები, იდგნენ სხვა რომის იმპერიის შემავალ ყველა ეპისკოპოსზე, მიტროპოლიტზე და მთავარ ეპისკოპოსზე მაღლა და ყველანი მათ ემორჩილებოდნენ. ხოლო ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ მხოლოდ უფლის წინაშე. იმიტომ რომ მათ შეიძინეს საყოველთაო მსოფლიო უნივერსალური დატვირთვა. აი ზუსტად აი ესე დატვირთვას სძენს მცხეთის მთავარ ეპისკოპოს ვახტანგ გორგასალი და სხვათა შორის ის ამას აღწევს, რომ ამისი აღიარება მოხდეს. მისი ცხოვრებიდანაც და იმ დროინდელი წყაროებიდანაც ჩანს, რომ პეტრე, ვინც სხვათა შორის გამოცხადებით იყო, რომ გადაწყვიტა ვახტანგ გორგასალმა, რომ პეტრე, ვინმე პეტრე, რომელიც წმინდანია ჩვენი ეკლესიის გამხდარი იყო პირველი კათოლიკოსი და არა მაშინდელი მცხეთის მთავარ ეპისკოპოსი მიქაელი. მას გამოცხადება ჰქონდა და სხვათა შორის მის ცხოვრებიდანაც ჩანს, რომ ბიზანტიის იმპერატორმა, აღმოსავლეთ რომის იმპერატორმა სცნო პეტრე კათოლიკოსად და ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. მაგრამ ეს მათ რომ სცნეს, დადასტურდა დღესაც. ნახეთ რა ხდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა რუსეთის ზეწოლით 1811 წელს. აიგზავნა წირვა-ლოცვა ქართულად. შემდგომში 1917-ში აღდგა, მაგრამ 1940-იან წლებამდე რუსი სამუდელოება ამას არ ცნობდა. მერე 53-ში, როდესაც საპატრიარქო აღდგა რუსეთში საბოლოოდ
მოხდა მათ მიერ ცნობა, მაგრამ დანარჩენი საქრისტიანოსთვის მაინც დროებით ქართული ეკლესიის ავტოკეფალია ნაწილობრივ თვითგამოცხადებულად რჩებოდა. და 80-იანი წლების მიწურულს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკება მსოფლიოს საპატრიარქოსთან კონსტანტინოპოლთან, რომ დოკუმენტურად იურიდიულად მომხდარიყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ხელახლა ცნობა აღიარება და ძალზედ მნიშვნელოვანი იყო რა თუ როდიდან მოხდებოდა ეს. მაგალითად ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალია იწყება იურიდიულად მე-20 საუკუნიდან. გაგზავნილი იქნა დოკუმენტაცია, გაეცნენ მსოფლიოს საპატრიარქოში ყველა მონაცემს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია უნდა იყოს აღიარებული მე-5 საუკუნიდან. ანუ იმ დროიდან, საიდანაც პირველად ჩდება ეს ფენომენი. ავტოკეფალია ტერმინი მერე შემოდის, მაგრამ აქ არის საუბარი ეკლესიის დამოუკიდებლობას მსოფლიო მასშტაბზე. და მე-20 საუკუნეში ქართული ეკლესია, რა თქმა უნდა, ეს ავტოკეფალურად იქნა ცნობილი, მაგრამ არა მე-20 საუკუნიდან, არამედ მე-5 საუკუნიდან. ვახტანგ გორგასალმა იმ გადაწყვეტილებით, რომ კათოლიკოსის წოდება შემოიღო მცხეთის მთავარ ეპისკოპოსისთვის, უზრუნველყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. და უზრუნველყო იურიდიულად ისე, რომ მიუხედავად რუსეთის ზეწოლისა და 100 წლის მანძილზე მწირვალოცვის ქართულად აგრძალვისა, ვახტანგ გორგასლის გადაწყვეტილებამ ყველაფერს გადააჭარბა და მე-20 საუკუნის მიწურულს მსოფლიოს საპატრიარქოში კონსტანტინოპოლში გაიმარჯვა იმ სამართლებრივმა სტატუსმა და აღიარება პოვა იმ სამართლებრივმა სტატუსმა, რომელიც თავის დროზე ქართულ ეკლესიას მოუპოვა ვახტანგ გორგასალმა. პირველი ჩვენამდე შემორჩენილი ქართული წარწერები, საეკლესიო წარწერები, რომელიც იერუსალიმშია აღმოჩენილი, მიეწერება ვახტანგ გორგასლის ბიძას, პეტრე იბერს, ასევე ქართულ ტაძრებზე, ქართული წარწერებით მე-5 საუკუნიდან თარიღდება და ჩვენ გვაქვს შემორჩენილი ხანმეტი ტექსტები, პალიმსესტებზე ხანმეტი ტექსტები, რომელიც მე-5 საუკუნიდან თარიღდება სწორედაც რომ ქართული სახარების და ქართული სასულიერო ლიტერატურის. ესე იგი, მთელ მსოფლიოში წარმოიდგინეთ, როგორ მასშტაბზე, რა განზომილებას აღწევს ვახტანგ გორგასლის დროს ქართული ეკლესია ერთის მხრიდან მეორეს მხრით ქართული კულტურა. რომ მთელ საქრისტიანოში ოფიციალურ დაშვებულ ენად, მე ვსაუბრობ ორთოდოქსულ საქრისტიანოში, იყო მხოლოდ ძველი ბერძნული, ლათინური და არამეული. ყველა სხვა ერი, რომელმაც დაიწყო თავის მშობლიურ ენაზე ლოცვა, აღმოჩნდა განკვეთილი მხოლოდ სამ ენაზე, მეტყველა და ყველა ის ეპარქია, მათ შორის ალექსანდრიის იქნებოდა, ანტიოქიის, რომის თუ კონსტანტინოპოლის თუ იერუსალიმის, რომელიც სამი ენაც იყო რომის იმპერიაში, ასე ვთქვათ, სახელმწიფო თუ საერთაშორისო ენა, უნივერსალურ ენად აღიარებული და რომელსაც ამ ენაზეც იყო მაცხოვრის ჯვარცმაზე გაკეთებული წარწერა. და აქ ხვდებით, რომ მე-5 საუკუნიდან ზუსტად იგივე დათვისთვას იძენს ქართული ენა და აბსოლუტურად კანონიერად და კანონიკურად ითვლება, რომ წირვა ლოცვა მიდიოდეს აი სამ ენას ნის პარალელურად ქართულ ენაზეც. ეს არის უდიდესი მიღწევა. რუმინეთმა მხოლოდ მე-18 საუკუნეში ისიც ქართული ანტიმოზივერიელის დროს მოახერხა რუმინულად სახარების თარგმნა. ამ ყველაფერს ვახტანგ გორგასალი ახორციელებს
მეხუთე საუკუნეში. არ იქნებოდა საერთოდ არც შუშანიკის წამება, არც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, არც მეფხისტყაოსანი, არც ვაჟა-ფშაველა რომ არ ყოფილიყო ვახტანგ გორგასალი და მისი საეკლესიო პოლიტიკა. არის ერთი რამ, რაც ალბათ კულმინაცია არის ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობის. მეხუთე საუკუნის ირანი უძლიერესი, ასევე უძლიერესია ბიზანტია. ორივენი ცდილობენ, რომ კავკასიური სახელმწიფოები პირად პროვინციებად გადაარჩიონ. სხვადასხვა სომხეთსა და ალბანეთში განსაკუთრებით ირანმა ამას ძალიან იოლად მიაღწია. და მიაღწია შემდეგნაირად. დიდებულებს, ერისთავებს ირანის ხელისუფლება უგზავნიდა სიგელებს და სცნობდა ამ სიგელებით არა რიგით ვთქვათ ჩინოვნიკებად, არამედ მემკვიდრეობით მთავრებად და სანაცვლოდ სთავაზობდა ერთადერთს, რომ მათ სიუზერენად ნაცვლად საკუთარი მეფისა ირანის შაჰი ეცნოთ. ზუსტად იგივე საკეთებდნენ საქართველოში. აი მაგალითად ამის ნათელი მაგალითია პიტიახშების ოჯახი. პიტიახშები თუ სხვა ერისთავები, რომლებიც თავდაპირველად მეფისგან იყვნენ დანიშნულები, სპარსეთის შაჰის სიგელით ხდებიან დამოუკიდებელი მთავრები, რომლებიც უბრალოდ ნაცვლად გორგასლისა თავად მეფედ ცნობენ ირანის შაჰს. სამაგეროდ ირანი მათ არ თხოვს ხაზინაში არავითარ გადასახადის შეტანას. ძალზე იშვიათად გაიწვევს, რა თქმა უნდა, ომშიც, თავდაპირველად ის ასე იქცევა. და ამ პიტიახშების დაქვემდებარებაში მყოფი სხვა ძლიერი საგვარეულოები, ეს აზნაურული იქნება თუ ასე შემდეგ, რო არა უმხედრდნენ, თავის მხრივ პიტიახში უნაწილებს თავის ქონებას მათ. მათ პირობითად რო ავიღოთ, ქვემო-ქართლში თქვა და არის პირობითად 500 სოფელი. 500 სოფლიდან თქვა 150-ს დაიტოვებს პირადად პიტიახში, 350-ს გადაუნაწილებს სხვა ძლიერ საგვარეულოებს. სახელმწიფო ხაზინაში, საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში გადასახადი არ შედის. შესაბამისად მოსახლეობიდანაც გადასახადი ნაკლებად იკრიბება. ეს მოსახლეობას სიმძიმედ არ აწვება. ირანის ხელისუფლება რელიგიასთან მიმართებაში არის შემწყნარებელი. არ გთხოვს, რომ მივიღო ზოროასტრიზმი, უარყოთ ქრისტიანობა და ასე შემდეგ. ერთადერთი რასაც თქვა ირანის ხელისუფლება ცდილობდა იყო ის, რომ თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი იქნებოდა, ანუ ბიზანტიაში გაბატონებული ხდებოდა მონოფიზიტობა, კავკასიელები ყოფილიყავით დიოფიზიტები, ან თუ დიოფიზიტობა პატრიარქი ხდებოდა დიოფიზიტი, აქ მონოფიზიტობა. თუმცა ეგრეც რომ არ ყოფილიყო, ამასაც ეგუებოდა. თავარი რა იყო, იცით, საქართველოს მეფეს, როგორც მანამდე სომხეთის მეფეს, ალბანეთის მეფეს გამოაცალეს ქვეშევრდომები და რეალურად გამოიწვიეს ამ სამეფოების დემონტაჟი, იგივე გაეკეთებინათ ჩვენთვის. და სხვა შორის წარმატებითაც ახორციელებდნენ ამას. და ეგ რა ხდება? სამწუხაროდ ბევრი როგორც ეთქობა, ეკლესიის მეშვეურიც არსებობდა ისეთი, ვინც ამ დიდ ფეოდალებთან ნათესაობაში იმყოფებოდა, მეგობრობდა და ამ პარტიას ეკუთვნოდა, როგორც ეთქობა, ესეთი იყო ეს ცნობილი მთავარეპისკოპოსი მიქაელი. და ამ დროს აკეთებს ვახტანგ გორგასალი ესეთ რამეს, როგორც კი მეფდება პეროზი, ის მიდის ირანში, დაუდგება გვერდით, გმირულად იბრძვის მასთან ერთად ცენტრალურ აზიაშიც, ინდოეთისკენაც, გამოიჩენს და 7 წელია იქ და დაუმტკიცებს, რომ შეიძლება პეროზისთვის უფრო მომგებიანი იყო და ირანისთვის ერთიანი საქართველო, ვიდრე ამ სეპარატისტული პრინციპებით დაშლილი პარაზიტებისაგან დაშლილი, რომლებიც შეიძლება გვერდში არ დაუდგნენ. და დიახაც, როგორც ჩანს, პეროზი ამაზე ყაბულდება, პეროზი ხდება ვახტანგის მოკავშირე. ეს არისხებს ქვეშევრდომებს, ბრუნდება თუ არა ვახტანგ გორგასალი, თავს ვერ იკავებს მთავარეპისკოპოსი მიქაელი და მას კბილებს ჩაუმტვევს.
გორგასალი საქმის გარჩევას თხოვს კონსტანტინოპოლს, ისინი რა თქმა უნდა მიქაელს ამტყუნებენ და ინიშნება კათოლიკოსად ვახტანგის მიერ შერჩეული პეტრე, მაგრამ ნახეთ რას ვაწყდებით. ვარსკენი გრძნობს რომ მორჩა ის დაკარგავს დამოუკიდებლობას და ის იძულებული გახდება რომ დაექვემდებაროს ვახტანგს. ამიტომ ის გარბის ირანში და იღებს ზოროასტრიზმს, მაზდეანობას. ხა საქმე რა არისო, ირანის შაჰი ავტომატურად არის ზოროასტრული რელიგიის პატრიარქი. და ვერც ერთ შემთხვევაში უკვე პეროზი თავის ერთ მორწმუნეს, როგორი მეგობარი და ახლობელი ცალნაგოს გორგასალი, ვერ დააჩაგრინებს გორგასალს. ამის უფლებას მას უკვე რელიგია აღარ აძლევს. და ამ დროს იწყება კონფლიქტი, თავდაპირველად შიდა ოჯახურ კონფლიქტსაც კი გავს ვარსკენ პიტიახსა და შუშანიკს შორის, მის ძოლ შუშანიკს შორის. იქ არის ეჭვი, რომ ვარსკენმა ქალიშვილის ხელიც კითხვა, როდესაც პეროს შუშანიკისთვის საერთოდ მიუღებელი იყო, ხა შუშანიკი იყო სომხეთის დიდი კათოლიკოსი სახაგდიდის შთამომავალი, ასევე სომხეთის მმართველის ვარდან მამიკონიანის ქალიშვილი და ეს მის ამბიციაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა. მოკლედ გავუვიდა კონფლიქტი და ამ დროს შუშანიკის რწმენაში გასამყარებლად მასთან მიდის იაკობ ხუცესი და ძალიან საინტერესო რამ არის. თვით შუშანიკის წამებაში ჩანს, რომ დირექტივებს იაკობ ხუცესი იღებს სამუელ ეპისკოპოსისგან. და ვინ არის სამუელ ეპისკოპოსი? ეს არის ვახტანგის მიერ შერჩეული პეტრე, კათოლიკოსის უახლოესი მეგობარი და პეტრეს შემდგომი მეორე კათოლიკოსი, მცხეთის, ასევე წმინდანი. ვახტანგ გორგასლის, ასე ვთქვათ, ბანაკის განუყოფელი წევრები და მისი განუყრელი თანამებრძოლი. და სწორედ ისინი ამყარებენ რწმენაში შუშანიკს, რომლის კონფლიქტიც ვარსკენთან თავდება ვარსკენის აბსოლუტური დისკრედიტაციით. რისი დასტურიც არის შუშანიკის წამებაში ესეთი პასაჟი, როდესაც აღწერილია, რომ შუშანიკის სანახავად ბოლოს მოდიოდნენ აზნაურნი დიდდიდნი და ზეპურნი დედანი, აზნაურნი და უაზნონი სოფლის აი ქართლისანი. და ეს ყველა მთელი ერი, რომელიც მიდის და შუშანიკს ეთაყვანება, ის გმობს ვარსკენს. და ამის შემდეგ, უკვე შუშანიკის გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგს არასთვის ძალიან იოლია, რომ პოლიტიკურად, ზნეობრივად, აბსოლუტურად დისკრედიტირებული და მიწასთან გასწორებული ვარსკენ პიტიახში ფიზიკურადაც გაანადგუროს და კლავს. და სწორედ ამის საპასუხოდ არის, რომ მერე მოდის საქართველოზე ირანელების ლაშქრობა. მართალი ვახტანგი მარცხდება, მაგრამ არ ნებდება, ბრძოლას აგრძელებს და როგორც ითქვია, მერე ღმერთით შეეწევა. მასთან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ სწორედ ამ დროს პარალელურად ცენტრალურ აზიაში ჰუნებთან ბრძოლაში იღუპება პეროზი, სპარსეთის სამეფო კარს მოიცავს არეულობა, აქ შემოსული სარდლები იძულებულნი არიან, რომ ირანში დაბრუნდნენ და შიდა პრობლემებში ჩაიძირონ და საქართველო გადარჩება და თავისუფალი. მონათხრობიდან ჩანს, რომ ვახტანგ გორგასალი არის თანამედროვე ტერმინოლოგიით რო ვთქვათ, დიდებული პიარ ტექნოლოგი. აი, აბსოლუტურად თანამედროვე აზროვნების ადამიანია. რაც მან ვარსკენს გაუკეთა და როგორც მან ეს მოღალატე გაანადგურა, ეს ალბათ თანამედროვე პოლიტტექნოლოგიებსაც კი შეშურდებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ არაფერია იმ დიდ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ალბათ მართლა იალბუს გაუტოვა ვახტანგ გორგასალი და იალბუზე ფეხი შედგა დიდმა თემმა იწყეს დრეკა. მართლა ესეთ საქციელებს ჩადენილ და რა იყო ეს. როდესაც ვახტანგ გორგასალი გამეფთა მე-5 საუკუნეში, ეს არის გლობალური კლიმატური ცვლილების პერიოდი.
მეოთხე მეხუთე საუკუნეები ხუნების ნაკადი მოაწვა გუთებს, ალანებს, გერმანულ ტომებს, სლავურ ტომებს. ისინი თავის მხრივ იწყებენ მიგრაციას რომისკენ, დუნაისკენ, სამხრეთისკენ, რატომ? იმიტომ რომ საკვები, რომთაც ეს ხალხი ცხოვრობდა, კრება იმ ადგილას ისაა ცხოვრობენ. ამიტომაც იყო სწორედ რომ ყირიმიდან ვანდალები აღმოჩნდებიან ჩრდილოეთ აფრიკაში, თანამედროვე ტუნისის ადგილას, ყოფილ კართაგენის ტერიტორიაზე. ვესტგუთები ესპანეთში, ოსტგუთები იტალიაში, ფრანკები საფრანგეთში, ანგლოსაქსები ინგლისში და ასე შემდეგ. და რა მოხდება? სხვა შორის ალანებიც, ოსები, ვისაც ვახტანგ გორგასალი მაშინ გადადევნის და რომლებიც ძალიან ახლოს არიან გუთებთან. და იმ ნაკადში ალანის, გუთის გარჩევა ძალიან ძნელია. ალანები გუთებთან ერთად ესპანეთის ტერიტორიაზე ცალკე სამთავროს აარსებენ, რომელსაც დაერქმევა გუთ-ალანია, ანუ დღევანდელი კატალონია. ეს ტომები ბევრნი არ არიან რაოდენობრივად. შეადგენენ მაშინდელი დასავლეთ ევროპის, სადაც გადასახდნენ მაქსიმუმ 2-3%. მაგრამ მათმა შესვლამ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა 1000 წლით დააბნელა. მაგალითად, ანგლოსაქსების ექსპანსიის შემდეგ საერთოდ 200 წლით ინგლისის ახსენებელი ქრება. არაფერი აღარ ვიცით ინგლისის. არქეოლოგიაც კი ვერ გვაძლევს მონაცემებს. არაბების მიერ ესპანეთის დაპყრობამდე აბსოლუტურად დაბნელდა ვესტგუთების ხელში და ალანების ხელში ესპანეთი. და მერე სწორედ მავრების შესვლის მერე იწყება ხელახალი აღორძინება. საფრანგეთის ტერიტორია, საფრანგეთის ქალაქებში, სადაც სენატები ფუნქციონირებდა და თქვათ გზები იგებოდა და დიდებული ანტიკური შენობების ნანგრევები ხდება დღეს, ქრება ყველაფერი. მე-19 საუკუნის მიჯნაზე კარლოს დიდმა წერა არის. და საერთოდაც ახალ დედაქალაქს აახენს ხით აშენებს, იმიტომ რომ ქვის ოსტატი არ აყავ და სახურავის გამკეთებელი დიდ ოსტატი აღარ არსებობს საფრანგეთში. და ესე გაგრძელდება ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდამდე და პრინციპში გარკვეულწილად რენესანსის ეპოქამდე. სერიოზულად ზარალდება იტალიური კულტურაც. და ამ დროს ვახტანგ გორგასალს აქ როგორი არჩევა? ირანი, ისევ როგორც ბიზანტია, ცდილობენ ქართული სახელმწიფოს დემონტაჟს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კავკასიამ ძალიანად ხელში ეჭიროთ, ეს გადმოსასვლელებს აკონტროლებდნენ და თვითონ დემოგრაფიული, ასე ვთქვათ, თემა ძალიან აინტერესებს. კავკასიელები ნიჭიერი ხალხია, როგორც მაშინდელი ალბანეთის, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის, სომხეთის, საქართველოს გვედნი. და უნდა ამ ხალხის ინტეგრაცია და ასიმილაცია, რატომაც არა, გადმოსასვლელებისაც კონტროლი. და ფაქტობრივად ერთადერთი რამ, რითიც შეიძლება ამ აგრესიის შეკავება, არის ის, რასაც აკეთებდა იგივე ფარსმანი. გნებოთ ფარსმან პირველი, გნებოთ ფარსმან მეორე. და საერთოდ მსველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნიდან მესხები, რომლებიც მოვიდნენ მცხეთაში თუ დამკვიდრდნენ აღმოსავლეთ საქართველოში, რა იყო ეს? როგორც კი რომელიმე ძლიერი იმპერია იწყებდა ზეწოლას ჩვენზე, ჩვენ ხსნიდით დარიალს, გადმოგვყავდა ოღონ სერიოზული კონტროლი, როგორც ტაციტუსიც ქართულებმა ძალიან კარგად იციან, როგორ მართონ ეს ბარბაროსული ტომები, იმიტომ რომ ძებლების ჩამორთმევით, თვითონ იმ პერსონების შერჩევით, ვინ შეიძლება გადმოგვეშვა. მაგალითად, უცხოშვილო შეიძლება არ გამოგვეტარებინა როგორც ირკვევა, იმიტომ რომ უკან დაბრუნების სურვილი ჰქონოდა და ამ შემდეგ მათ შეუსევდით აბრეშუმის გზის ქალაქებს, პარტია იქნებოდა თუ ეს ბიზანტიის ტერიტორია, მანამდე რომი თუ პარტიის მერე სასანური ირანი, სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემას გამოვიწვევდით და ვაიძულებდით, რომ ჩვენ დამოუკიდებლობა ეცნოთ. ხელი აეღოთ ჩვენს დაპყრობაზე, ჩვენ შევიწროებაზე.
ასე აკეთებდა ფარსმან პირველი. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯარებიც იბრძოდა. ფარსმან პირველმა მაგალითად ამ გადმოყვანილი ტომების გამოყენებით ორჯერ დაამარცხა პარტიის იმპერიის არმია. ფარსმან მეორემ სხვადასხვა მონაცემით 10-ჯერ მეტად. ბოლოს ისე დღეში ჩააგდო პარტია, სხვა შორის რომის პროვინციებიც არბევდა, რომ რომის იმპერატორ ადრიანეს დახმარებას თხოვდა პარტიის მეფე, პარტიის იმპერატორი. და ბოლოს რომი იძულებული გაყადა ფარსმანმა, რომ რომის იმპერიის შემოვლი ტერიტორიები დაეთმო. მაგრამ ანტონინე პიუსი. მაგრამ ვახტანგ გორგასალს ფარსმან პირველზე და მეორეზე დიდი პრობლემები აქვს. ძალიან გაძლიერებული ირანი და ბიზანტია არათუ მიწების მიტაცებას მთლიანად სახელმწიფოს გაუქმებას ცდილობს. და რა შვება ის? ის დარიალის კარებს კი არ აღებს. არამედ აქ უკვე გადმოსულ. აი იმ ტომებს, რომელიც ტომებიც ევროპას დააბნელებენ ბარბაროსებს ოეძახით, გადადევნის და დაახშობს დარიალის კარებს. უარს ამბობს საკუთარი ტახტის გადარჩენაზე. მან ძალიან კარგად იცის, რომ მისი პიარტექნოლოგია, მისი მცდელობები, თუნდაც პეროსთან ან სხვა ვინმესთან მისი ხლება დიდხანს ვერ იმუშავებს. რაღაც პერიოდით გადაავადებს პროცესს, მაგრამ ალბათ მოხდება ის, რომ ირანის და ბიზანტიაც აქ სამეფოს გაუქმებდა მართლაც 523 წელს ვახტანგ გორგასალის თავმავალი გურგენი განდევნეს ირანელებმა და მარსპანი დასვეს მის ნაცვლად. მაგრამ ისა მაინც არ იყენებს ბარბაროსებს. განსხვავებით რომაელებისგან და განსაკუთრებით დასავლეთ რომაელებისგან, რომლებმაც გამოიყენეს და იქ დამთავრდა მათი ისტორია საუკუნეების მანძილზე. ვახტანგ გორგასალი გარის გავს ტახტს, დაკეტავს დარიალს, ბარბაროს არ გადმოუშვებს. კი ბატონოს მეფობა გაუქმდება, მაგრამ გადარჩება კულტურა. რაც ვერ გადაარჩინეს ძველი ესპანეთის მკვიდრებმა, რაც ვერ გადაარჩინეს გალებმა, რაც ვერ გადაარჩინეს კელტებმა და გალორომანებმა და ინგლისელებამდელმა ბრიტანელებმა თუ ფრანკებამდელმა საფრანგეთის მკვიდრმა ტომებმა და ხალხებმა და ქალაქებმა. აი ის გადაარჩინა გორგასალმა. წარმოიდგინეთ მე-6 საუკუნის საქართველოში რა კულტურაა, რომ თბილისში მყოფი სპარსი მარსპანი გენერალ-გუბერნატორი, რომელიც ირანის შაჰის ოჯახის წევრი ბიძაშვილია, ქართველების გავლენით, ეს იყო ფირანგუშნასპი, მიიღებს ქრისტიანობას, ჩავა აუზში და 2 წელი აღარ ამოდის აუზიდან, წინაპართა ცოდვების განცუდა გავიწვინდო და მე არაფერი არ ჭრის მასზე, თავს წირავს ქრისტიანობისთვის. სწორედ მისი გარემოცვიდან ვინაიდან ფირანგუშნასპის ცხოვრება ქართულ წყაროებში არ ვაქვს დარჩენილი, წვინიანად ვერ ითვლება, მაგრამ მისი გარემოცვის წევრია წმინდა ევსტათი მცხეთელი, წარმოშობით სპარსი. და მეორე ფაქტი. აი, როდესაც უკვე სერიოზულად ბნელდება აღმოსავლეთიც კი, ნათელი აღმოსავლეთი, ასურელი მამები იდეალურ გარემოს, სადაც შეიძლება რომ აფეთქდეს სულიერება. ჟიომღვიმელი, ალავერდელი, დავით გარეჯელი, ასე შემდეგ ეს 13 ასურელი მამები, რომელიც გაცილებით მეტნი იყო. მე-6 საუკუნის მიწურულს მე-7 საუკუნეში მოდიან საქართველოში და აქ აფუძნებენ ამ დიდებულ მონასტრებს. და რა შორს მივდივართ, როდესაც დასავლეთ ევროპაში ქანდაკებას ივიწყებენ საერთოდ და მათ შორის იტალიაშიც და ძეგლები კრება, იმიტომ რომ ეს უკვე იმ ბარბაროსების მმართველობის პირობებში წარმართობასთან არის გაიგივებული. საქართველოში ბარელეფური ქანდაკების დიდებული ძეგლები ვაგვაქვს და რა შორს მივდივართ, თუნდაც ატენის სიონი, ან სხვა ქართული ტაძრები. და სწორედ მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 საუკუნეებში ქართული სამყარო მთელი მსოფლიოს
კულტურის ოაზისა და მსოფლიო კულტურის თავარ ძალის მიმცემად რო იქცევა, ეს იმის დამსახურებაა, რომ ვახტანგ გორგასალმა თავის ტახტს ამჯობინა ქართული კულტურის გადარჩენა. მან კარგად იცოდა, რომ მაღალკულტურული ირანი და მაღალკულტურული ბიზანტია ქართულ კულტურას ვერ დააზიანებდა. ადრე თუ გვიან მათი მმართველობა დაემხობოდა და დაემხო კიდევაც. საქართველო თუ კი სულიერად გადარჩენილი იქნებოდა დამოუკიდებლობას დაიბრუნებდა და უფრო გაძლიერდებოდა, მაგრამ ბარბაროსებს თუ გადმოუშვებდი, 1000 წლოვანად დაბნელდებოდა ქვეყანა და მერე ვინი მეფევდა, არავითარი აზრი აღარ ექნებოდა. ვახტანგ გორგასალმა გასწირა ტახტი და გადაარჩინა საქართველო. და რაც დრო გადიოდა, მით უფრო დიდი ხდებოდა მისი სახელი, იმიტომ რომ 8 წლი, რომელიც მან გასწია, დატოვა, მადლი, რომელიც ამ კაცმა დათესა, რაც დრო გადის, უფრო და უფრო დიადია და დიდ ნაყოფებს იღებს. ადამიანი იმით კი არ ფასდება თავის ცხოვრებაში რას მიაღწევს. შეიძლება თავის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამეს მიაღწევს, მაგრამ მერე ყველაფერი ჩამოეკრეს. ხე ნაყოფით იცნობა. ციცილებს შემოდგომაზე ითვლიან. ვახტანგ გორგასალი ძალიან ცუდ დროში ცხოვრობდა. ვახტანგ გორგასალი ბრძოლის ველზე დააჭერგლობით გარდაიცვალა. მას თანამედროვე საქართველოს ნახევარიც კი არ ემორჩილებოდა. მაგრამ რასაც ვახტანგ გორგასალმა სათავე დაუდო, დღემდე მასზე დგას საქართველოც და შესაძლოა ითქვას გარკვეულწილად მსოფლიო ცივილიზაციაც, იმიტომ რომ ქართული კულტურის გარეშე მსოფლიო ცივილიზაცია არ არსებობს. ეს არის ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ეს არის ქართული ენა და ქართული ლიტერატურა, ეს არის ქართული სულიერება, ეს არის თბილისი, ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობა და ბოლოს აზროვნება და სიყვარული ქართული.